ქალები ხშირად მეკითხებიან, საოპერაციოა თუ არა საშვილოსნოს მიომა, ანუ ფიბრომა, ანუ მიომატოზური კვანძი. ეს ყველაფერი სინონიმებია და ნიშნავს ერთი და იგივეს ნიშნავს და ნიშნავს საშვილოსნოს კუნთოვანი შრის კეთილთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც ქალების დაახლოებით 70%-ს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე წარმოექმნება. საშვილოსნოს მიომა ზოგ შემთხვევაში არის საოპერაციო, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ მოითხოვს დინამიკაში დაკვირვებას და არ არის საოპერაციო. ეხლა ამასთან დაკავშირებით გაჩვენებთ აი ესეთ ნახატს, სადაც თქვენ ხედავთ საშვილოსნოს, აი ეს ვარდისფერი, ეს არის საშვილოსნოს ღრუ და აი ეს ფერადი მრგვალი, აი ესეთი ბურთები, ეს არის სხვადასხვა მდებარეობის და სხვადასხვა ზომის მიომატოზური კვანძები. რომელია მათგან საოპერაციო? საოპერაციოა ის, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას ან არის ძალიან დიდი ზომის. აი რამდენი ზომა, რამდენი ითვლება დიდად. დიდი არის, თუ ის არის 3 სანტიმეტრზე დიდი ზომის. მაგალითად, აი ეს კვანძი ორივე შემოდის საშვილოსნოს ღრუში. ამიტომ ის არის საოპერაციო. მაგალითად, აი ეს კვანძები გარედანაა, არ არის საოპერაციო. ესენიც არ არის საოპერაციო. აი ის რომელიც გარედანაა, ხო, პატარაა და ამიტომ არ არის საოპერაციო. მაგრამ თუ ის გაიზარდა 3 სანტიმეტრი და მეტი, მაშინ შეიძლება გარკვეული დისკომფორტი და ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას ქალს და ამიტომ ის ამ შემთხვევაში იქნება საოპერაციო. რაც შეეხება აი ამ კვანძს, რომელიც არის საშვილოსნოს კედელში და არის დიდი ზომის და მთლიანად მოიცავს საშვილოსნოს კედელს, ისიც უმეტეს შემთხვევაში არის საოპერაციო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი უნდა იყოს გადაწყვეტილი ექიმთან ერთად, ქალის ასაკის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი სიმპტომატიკის, ანუ აქვს თუ არა კლინიკური სურათი, ხო, მაგალითად აქვს თუ არა ჭარბი მენსტრუაციები, ხო, აი ამის გათვალისწინებით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალის რეპროდუქციული ისტორია, არის თუ არა ნამშობიარები და მისი რეპროდუქციული გეგმები, ანუ აპირებს თუ არა ორსულობას და აი აქედან გამომდინარე ექიმი პაციენტთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა საოპერაციო ესა თუ ის კვანძი.